ახლა ქალებს სამ კატეგორიად დავყოფ და მარტივ ენაზე აგიხსნი რასთან გაქვს საქმე. პირველი არის გამოუსადეგარი ქალი, რომელთანაც შენი ეფექტური ქცევა ვერაფერს ვერ უშველის და თქვენ აუცილებლად დაშორდებით. მეორე არის პრობლემური ქალი, რომელიც პერიოდულად პრობლემებს შექმნის ხოლმე და შენზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობის სცენარი. მისი გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევაც არის შესაძლებელი და პირიქითაც მისი დესტრუქციულ მდგომარეობამდე მიყვანაც. და მესამე არის უმცირესობაში მყოფი გამოსადეგი ქალი, რომელიც არასდროს არანაირ პრობლემას არ შექმნის. და თუ მასთან დაშორდებით, მხოლოდ შენი იდიოტობის და არამომწიფებული მენტალობის გამო იქნება. მე მგონი აქამდე ყველაფერი გასაგებია. მივყვეთ ახლა თანმიმდევრულად. დღეის მდგომარეობით ქალებს პროცენტულად ასე დავახარისხებდი. სადღაც 30% არის ოჯახისთვის გამოუსადეგარი, 68% არის პრობლემური და 2% არის გამოსადეგი. დაახლოებით აი ასეთ პროპორციასთან გვაქვს საქმე. და აქ მე პატიოსნებაზე და ბოზობაზე არ ვსაუბრობ. არც რა არის კარგი და რა ცუდი, ამას არ განვიხილავ. ეგ ყველაფერი ცალკე საკითხია. ყველა მათგანს თავისი პლუსი და მინუსი აქვს. ჩვენ ქალებს ვაფასებთ უბრალოდ ოჯახური ურთიერთობის პრიზმიდან. შესაბამისად არსებობს ქალთა კატეგორია, რომლებთანაც ოჯახური ურთიერთობის შენება უბრალოდ შეუძლებელია და მათ ვეძახით გამოუსადეგარ ქალებს. ქალთა შუალედური ვერსია არის პრობლემური ქალი. პრობლემურ ქალთან კონფლიქტებს ვერსად გაექცევი. მაგრამ გრძელვადიან ურთიერთობაში ერთ თვითონ და უმნიშვნელო კონფლიქტსაც კი შეუძლია, რომ ისეთი ემოციური კანკარა ამოძრავოს, რომ საბოლოო ჯამში ნაკუწებად დაშალოს თქვენი ოჯახი. მაგრამ ამას ასე არავინ უყურებს. სრული უმრავლესობა ამბობს, რომ მერერა კონფლიქტები და გაუგებრობები ხდება ხოლმე. თქვენ ხომ ორი ჩამოყალიბებული პიროვნება ხართ, მთავარია დაჯდეთ და ადამიანურად დაილაპარაკოთ. ძალიან მიმზიდველი ფორმულაა. მაგრამ მთელი პრობლემაც იმაშია, რომ თქვენ არ ხართ ორი ჩამოყალიბებული პიროვნება. თქვენ ხართ შტერები, რომლებმაც დაიჯერეთ ეგ იდიოტური ცნებები. რადგან სინამდვილეში, რეალურად კარგ ურთიერთობაში, ერთი კონფლიქტიც კი არ უნდა იყოს. და იმახსოვრე, რომ შენ ქალს ვერ შეცვლი, შენ მხოლოდ შენი თავის შეცვლა შეგიძლია. და ქალის უკვე ჩამოყალიბებულ ლიმბურ სისტემაზე, ემოციურ სისტემაზე შეგიძლია გავლენა. ანუ როდესაც ირჩევ ქალს, ჩათვალე, რომ ირჩევ უკვე გამზადებულ მანქანას. ოფროუდისთვის შექმნილი მანქანით დიდი სიჩქარით მოსახვეებში ვერ შეხვალ. ხოლო ფერარით ოფროუდზე ვერ ივლი. ყველას თავისი დანიშნულება აქვს, ხოლო ყველაფერი ერთში არ არსებობს. შესაბამისად, შენ კონკრეტულ ქალთან შეზღუდული ხარ გავლენებში. რაღაცებზე შეგიძლია გავლენა, რაღაცებზე კი არა. მხოლოდ ამ პრიზმიდან უნდა შეხედო მოვლენებს. ოჯახურ პირობებს სჭირდება კონკრეტული ფსიქოლოგიური პროგრამა, რომელიც თავიდანვე სწორად უნდა ჰქონდეს ქალს გაწერილი. სწორად უნდა იყოს აღზრდილი. გამოუსადეგარი ქალის ფსიქოლოგიური პროგრამა უბრალოდ არ არის გრძელვადიან ოჯახურ ურთიერთობაზე ადაპტირებული. ყველა მათგანს თავიანთი გამოყენების ვადა აქვს, შემდეგ გამოდიან წყობიდან და იწყებენ უკიდურესად დესტრუქციულ ქცევას, რომლითაც ანგრევენ აბსოლუტურად ყველაფერს, რაც მანამდე აშენეთ. და რაც არ უნდა ელაპარაკო, გინდ კონსტრუქციულად და გინდ დესტრუქციულად, უკვე შექმნილ ვითარებას ვეღარაფერს უშველი. ამიტომ მათი იმ პირობებში განთავსება, რასაც ოჯახის კეთილდღეობა მოითხოვს, უბრალოდ სიგიჟეა, სამომავლოდ გადადებული ძალიან დიდი თავის ტკივილია. მაგრამ მამაკაცთა საკმაოდ სოლიდური ნაწილი წინ დაუხედავად, ვნებისგან დაბრმავებულ მდგომარეობაში ირჩევს ფერარს და მიდის ოფროუდზე. ანუ ქორწინდება გამოუსადეგარ ქალზე და შემდეგ, როდესაც ის გამოდის წყობიდან, ორივე განიცდის. უარეს შემთხვევაში მათი შვილებიც განიცდიან. გამოუსადეგარი ქალი პრობლემური ქალისგან იმით განსხვავდება, რომ პრობლემური ქალის შემთხვევაში ყველაფერი ცოტა სხვანაირად მუშაობს. აქ არის გარკვეული გრადაციები. არსებობს ძალიან პრობლემური ქალი, საშუალოდ და მინიმალურად პრობლემური. პრობლემურ ქალთან ურთიერთობაში კონფლიქტებს და გაუგებრობებს ვერსად გაექცევი, პერიოდულად იქნება ხოლმე. თუმცა კონსტრუქციული დიალოგი არც აქ არ გიშველის. იმიტომ რომ ის პრობლემას იმიტომ კი არ ქმნის, რომ რაღაც გაუგებრობაა. იმიტომ ქმნის, რომ შენ არ, ან ვერ ფარავ მის რეალურ ემოციურ დაკვეთებს. ეგ კი საუბრით არ გვარდება. შესაბამისი, სწორი რეაქციებით და სწორი ემოციური პირობების შექმნით გვარდება. ხოლო როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობის სცენარი, ეგ არის ორ რაღაცაზე დამოკიდებული. პირველი არის ქალის პრობლემურობის ხარისხი. რაც უფრო პრობლემურია, მით უფრო მასშტაბური იქნება ხოლმე კონფლიქტი. მეორე კი არის ურთიერთობის მართვის შენი პერსონალური უნარი. თუ შენ სწორად დაადგენ მის ფსიქოტიპს და მისი პრობლემურობის ხარისხს და თუ დაფარავ მის რეალურ ემოციურ დაკვეთებს, რომელიც ზედაპირულად არ ჩანს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება შენარჩუნდეს თქვენი ურთიერთობა გრძელვადიან დისტანციაზე. და კი, პრობლემურ ქალთანაც დაშორების და ღალატის რისკი ყოველთვის იქნება. ამ ყველაფრისგან არასდროს იქნები დაზღვეული.
მასთან ურთიერთობაში ფაქტიურად მორალურ პოლიციელად უნდა გადაიქცე, რომელიც უშიშრად ყველაფრისთვის მზად არის და თან სიტუაციურად სამართლიანად მოქმედებს. როდესაც დასასჯელია, სამართლიანად სჯის. როდესაც წასახალისებელია, სამართლიანად ახალისებს. და ამ ყველაფრით უბრალოდ რისკებს ამცირებ. შენ ხომ არ ხარ პატარა შტერუკა ბავშვი, გაახილე თვალები და გაიხსენე რა ხდებოდა თქვენს ურთიერთობაში, როგორ იქცეოდა ქალი და რა შეიცვალა მის ქცევაში. თუ ქალს ემოციურად აწყობს შენთან ყოფნა, ის თვალს ხუჭავს ყველაფერზე და აქეთ გიხდის ბოდიშს იმის მიუხედავადაც კი რომ შენ იყო ღიად დამნაშავე. ხოლო თუ ემოციურად აღარ აწყობს შენთან, თვითონვე თავისივე ხელით დაანგრევს მაგ ურთიერთობას. და აქეთ რომ უხადო ბოდიშები, მაინც ფეხებზე დაიკიდებს. მე მგონი აქამდე ყველაფერი გასაგებია. და როგორ უნდა გაარჩიო, ვინ არის გამოუსადეგარი, ვინ არის პრობლემური და ვინ არის გამოსადეგი ქალი. ეს ნომერ პირველი პრობლემაა, რასაც მამაკაცი აწყდება, რომელსაც მათ შორის არხზე ყველა ვიდეო ლექცია აქვს მოსმენილი. უკიდურესად გაფუჭებულ ქალებს თუ გამოურიცხავთ, რომლებსაც შუბლზე აწერიათ გამოყენების ინსტრუქცია, დანარჩენი ყველა ქალი პლუს მინუს იგივენაირად იქცევა. ურთიერთობის დასაწყისში, განსაკუთრებით თუ შენ ძლიერი პოზიცია გიკავია, ყველა მათგანი ნაზი და მზრუნველია, ყველა მათგანი ასე თუ ისე გითვალისწინებს. იმიტომ რომ შენ და შენი ქცევა არის ის, რაც გამოყოფს ქალში დოფამინს. ურთიერთობის ეს რომანტიული ფაზა შეიძლება გაგრძელდეს როგორც 6 თვე, ისეც 5 და 10 წელი. ამ პერიოდში კი არის ხოლმე რაღაც პრობლემები, მაგრამ შენ ასე თუ ისე პოზიციებს ჯერ კიდევ არ თმობ, ქალი კი ჯერ კიდევ დოფამინის გარკვეულ დოზას იღებს შენგან. ამიტომ გრძელდება თქვენი ურთიერთობა. გარდამტეხი მომენტი დგება მაშინ, როდესაც ქალს შენგან მიღებული დოფამინის მიმართ რეზისტენციალურობა უჩნდება. და ეს გარდაუვალი პროცესია. იმედი მაქვს ახლა მაინც ხვდები, რატომაც არ უშველის არანაირი კონსტრუქციული დიალოგი ამ ვითარებას. წარმოიდგინე ნარკომანი, რომელსაც გაუტრუხდა იგივე ნარკოტიკის მიღება, ლომკა აქვს და დაიწყო დესტრუქციული ქცევა. ამ ვითარებაში რაც არ უნდა ელაპარაკო, როგორი არგუმენტებიც არ უნდა მოუყვანო, ვერაფერს გააგებინებ. იმიტომ რომ თქვენ სხვადასხვა მოტივი გამოძრავებთ. შენ გინდა რომ ის დაწყნარდეს, მას კი უნდა რომ დოზას მოუმატოს. და კი, გარკვეული პერიოდი კონფლიქტებით, დაშორებებით და შერიგებებითაც იღებს ის გარკვეულ დოფამინის დოზას. მაგრამ ეგ უკვე უკიდურესი ვითარებაა. ბოლო გაფართხალება შეგვიძლია დავარქვათ. რადგან მალე მაქედანაც ვეღარ მიიღებს და თავისთავად მოსახდენი მოხდება. აი ეს პროცესი გამოუსადეგარ ქალთან გარდაუვალია. მაქსიმუმი რაც შეგიძლია, არის ამ პროცესის გაწელვა. მაგრამ ფინალი მაინც დაშორებაა. პრობლემურ ქალთან ამ პროცესზე გავლენა არის შესაძლებელი. როდესაც პრობლემურ ქალს დოფამინის მიმართ რეზისტენციალურობა გაუჩნდება, აი ამის შემდეგ როგორ განვითარდება სცენარი, არის დამოკიდებული ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის მქონე სამ ფაქტორზე. პირველი არის ქალის ფსიქოტიპი და მისი პრობლემურობის ხარისხი. მეორე არის თუ როგორ იქცეოდი შენ მანამდე, რა დააგროვე თქვენს ურთიერთობაში. და მესამე არის რას იზამახლა. ხოლო გამოსადეგ ქალთან არაფერი ამგვარი არ იქნება. რადგან ის დოფამინზე საერთოდ არ არის დამოკიდებული. თავისთავად ყველაფერს ერთ ვიდეოში ვერ მოვყვები. ძალიან ვრცელი საკითხია, რომელიც ძალიან ბევრი მიმართულებით არის ჩაშლადი. ამ არხზე საკმარისი რაოდენობის საჯარო ლექცია დევს იმისთვის, რომ ამ საკითხში დეტალურად გაერკვიო. ხოლო ვისაც კიდევ უფრო დეტალურად გაინტერესებთ კონკრეტული, კომპრესირებული ინფორმაცია, თქვენთვის მაქვს ფასიანი ვიდეო კურსებიც. იმისთვის რომ დაადგინო ქალის ფსიქოლოგიური პორტრეტი, მისი პრობლემურობის ხარისხი, მისი რეალური შინაგანი ემოციური დაკვეთები, ანუ რომ გაიგო რეალურად რა უნდა კონკრეტულად აი მაგ ქალს და რომ შეძლო მისი პროგნოზი გრძელვადიან პერსპექტივაში. რა ვითარებაში როგორ მოიქცევა, რატომ მოიქცევა მასე და შესაბამისად რა უნდა ქნა მაგ დროს. უნდა შეიმეცნო 1 საათიანი ვიდეო კურსი, ყველაფერი ქალების შესახებ. იმისთვის რომ ქალს შეუქმნა ჰორმონალური კომფორტი, რომ გაერკვიო ურთიერთობის მექანიზმში, კონფლიქტების ტიპოლოგიაში და კიდევ ბევრ აუცილებელ კომპონენტში, რაც სჭირდება ურთიერთობის სწორ რელსებზე გადაყვანას და შემდეგ მაგავე რელსებზე შენარჩუნებას. უნდა შეიმეცნო 2 საათნახევრიანი ვიდეო კურსი, ურთიერთობის მმართველი. ეს 2 ვიდეო კურსი არის პროგრამა მინიმუმი, რაც შენ უკვე რადიკალურად შეგცვლის. თუმცა ყველა ვიდეო კურსი ერთი ლოგიკის ნაწილია და აბსოლუტურად ყველა მათგანი შენ მოგცემს იმას, რაც შეგიცვლის მცდარ წარმოდგენებს და ობიექტურად შეგახედებს რეალობისთვის. მაგალითად, რას მოგცემს ვიდეო კურსი ტოტალურ იგნორზე. ტყუილად არ არის 52 წუთიანი. თავისთავად მისი გაწელვაც შემეძლო საათნახევრამდე იმისთვის, რომ უფრო მსუხე ჩანდეს, მაგრამ ჰაერზე ლაპარაკს საქმეზე ლაპარაკი მირჩევნია. მთელი პრობლემა იმაშია, რომ ტოტალურ იგნორზე ვიდეო კურსს ძირითადად ყიდულობენ ისინი, ვინც ყიდვამდე დაიწყო იგნორი, არასწორად აიგნორა, აქეთზე დააწვა იგნორის ტვირთი და მერე მოუნდა რომ გაერკვეს რა ხდება მის თავს და არა მანამდე. იგივე შეცდომას ნუ დაუშვებთ. მან ყველაზე მთავარი არის ის, რომ შენ დეტალურად შეიმეცნებ, როგორ მუშაობს ქალის ემოციური მექანიზმი იგნორის დროს და რა სტადიებს გადის.
როდესაც იციეს ყველაფერი, შემდეგ უკვე შენ მართავ პროცესს და არა პირიქით. უბრალოდ წამოწვევი, უყურებ ქალს და ანალიზებ ახლა რომელ სტადიაზეა და რას განიცდის ამ დროს. ხვდები რომ იმის მიუხედავადაც კი რომ გეხვეწება შემირიგდიო, ჯერ არ არის მზად შესარიგებლად. მოკლედ, ყველა ვიდეო კურსს აქვს თავისი აღწერა, შეგიძლია გადახვიდებ მულზე და გადაიკითხო. ჯობია თავიდანვე შეიმეცნო და პრობლემებს აარიდო თავი, ვიდრე როგორც უმეტესობა შვება, თავი რომ ასტკივდება, მერე კიდულობს რომ უკვე შექმნილი პრობლემები მოაგვაროს. ვიდეო კურსების ავტომატური შეძენა შეგიძლიათ ჩემს Telegram არხზე. გადახდისთანავე მოგეცემა წვდომა შესაბამის ვიდეო კურსზე. ან მოიწერე WhatsApp-ზე და გადახდის შემდეგ ჩემი ასისტენტი მეილზე გამოგიგზავნის. ზაფხულის ბოლომდე დიდი ალბათობით ვეღარ მოვახერხებ ახალი საჯარო ლექციების ატვირთვას. თუმცა როგორც ვთქვი, არხზე საკმარისზე მეტი ლექცია დევს ყველა საკითხზე. ამიტომ ჩაუჯექით და დეტალურად შეიმეცნეთ. მე კი დროებით და გემშვიდობებით.